პაოლო იაშვილის სახელობის სოფელ არგვეთის საჯარო სკოლის STEM კლუბის წევრები წარმოგიდგენთ პროექტს ჰაერის ტენიანობისა და ტემპერატურის საზომი მოწყობილობა. პროექტის ფარგლებში გადავწყვიტეთ შეგვექმნა მოწყობილობა, რომელიც გადაჭრიდა პრობლემას ყოველდღიური ყოფა ცხოვრებიდან. ამისათვის დამებადა იდეა შეგვექმნა მოწყობილობა ჰაერის ტენიანობისა და ტემპერატურის გასაზომად. ეს იდეა მოიწონეს ბავშვებმა STEM კლუბის წევრებმა, მოვიძიეთ საჭირო ხელსაწყოები და დავიწყეთ მუშაობა. პროექტის ფარგლებში ინტეგრირდებიან შემდეგი საგნები: ფიზიკური გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია და ტექნოლოგიები. მოსწავლეებმა გამოიყენეს ფიზიკაში ნასწავლი ელექტროწრეთის ელემენტები და ნახევარგამტარების თვისები. ჰაერის ტენიანობისა და ტემპერატურის სასწავლო ხელსაწყოთა სამზადებლად პირველ რიგში ჩვენ გვჭირდება ჰაერის ტენიანობისა და ტემპერატურის საზომი სენსორი. ეს სენსორი არის DHT-11. ჩვენ ასევე ვქონებთ LCD ეკრანს, რომელზეც გამოსახულია ტენიანობისა და ტემპერატურის დისკრეტ მაჩვენებლები, ასევე LCD ეკრანს აქვს პინები, რომლებიც ჩვენ შეგვიძლია დავამოყროთ თეთრ-ფერი მაპებით. ასევე დავამატეთ გადასტილატორი, რომელიც გამოდის ჰაერის სპექტრების რაოდენობას, ამასაც გვჭირდება სენსორი M+15, ასევე Arduino Uno და პირდაპირ დინამიკა. ჩვენი ხელსაწყო ასევე რეაგირებს აირში გაზის და სხვა ტოქსინების დაგროვებას. მოდით ერთად ვცადოთ ასეთი სამცირით. როდესაც გაზის დონე აღემატება 400%-ს, მაშინ გაზის სენსორი გადაცემს სიგნალს პიეზოდინამიკს და ინთება ნათური. ჩვენ დავადოდით ტენიანობისა და ტემპერატურის საზომი ხელსაწყო, რომელიც გამოიყენება მუზეუმებში და ბიბლიოთეკებში ტემპერატურის და ტენიანობის საზომად. ტენიანობის ნორმა არის 40-60%-ამდე, ხოლო ტენიანობა თუ გადაცდა 60%-ს, მაშინ განიარდეს ოთახი. ეს ნამდვილად არის ჩემი ბიბლიოთეკის პრობლემა და ეს ხელსაწყო ძალიან დამეხმარება ამ პრობლემის მოგვარებაში. მადლობა თქვენ, ასეთი ყოჩაღები რო ხართ და ასეთი კრეატიულები რო ხართ. მოდი ნახოთ როგორია ტენიანობა და ტემპერატურა ჩვენს ბიბლიოთეკაში. 59% და 23 გრადუსი. მე მგონი ეს ზღვარს ქვემოთავართ, მაგრამ ვთქვი რომ მაინც უნდა განიაროს ბიბლიოთეკა ყველა სიტყვით. კი. ეს საკმაოდ ძიანი ამენტია და მოდი გარსის გავზომოთ ტენიანობა და ტემპერატურა. როგორც ხედავთ, გარეთაც არის 33% ტენიანობა. პაულოს აივანზე ტენიანობა აჩვენებს 52%-ს, ხოლო ტემპერატურას 17 გრადუსს. პაულოს მაგიდაზე გვიდევს ჩვენი მოწყობილობა და ტენიანობას აჩვენებს 38%-ს და ტემპერატურას 19 გრადუსს. დასავლეთ საქართველო გამოირჩევა ნოტიო ტროპიკული ჰავით. კონკრეტულად იმერეთი უფრო მეტად ტენიანია და ეხლა ამ ეტაპზე ვიმყოფებთ პაოლო იაშვილის სახლ-მუზეუმში, კონკრეტულად დახურულ სივრცეში, სადაც ჰაერი ნაკლებად მოძრაობს და ტენიანობას შესაბამისად უფრო განსხვავებულია დანარჩენი სივრცეებისაგან. ტენიანობას აჩვენებს 41%-ს და ტემპერატურას ისე 19 გრადუსს. მოსწავლეების მიერ შექმნილი მოწყობილობა ნამდვილად საჭირო არის ყველა მუზეუმისათვის, რადგან ზედმეტი ტენიანობა რა თქმა უნდა სამთესობის მუზეუმში დაცულ ექსპონატებს, რაც თავის მხრივ საჭიროებს მერე გადაჭრის ზომებს. მადლობა ასეთი კარგი მოწყობილობის შექმნისათვის და ვიმედოვნებ, რომ მუზეუმში იქნება დამხმარე საშუალება სწორედ აი ამ ტენიანობის გამსაზღვრელად. ჩვენ დავუყენებთ ტემპერატურის და ტენიანობის სენსორი, რაც უკვე დავკვირვებდით გარემოში მიმდინარე ცვლილებებს. ამ მოწყობილობის დახმარებით მე უკვე გავიგე თუ როგორ გავლენა აქვს გარემოში მიმდინარე პროცესებს ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში. ეს დაგვეხმარა დავუკავშიროთ ერთმანეთთან
გეოგრაფია, ფიზიკა და ტექნოლოგიები. გეოგრაფიაში ჩვენ შევისწავლეთ კლიმატი, გარემოში მიმდინარე პროცესები და მეტეოროლოგიური მოვლენები. ჰაერის ტენიანობისა და ტემპერატურის შესახებ ცოდნა დიდ მნიშვნელობას ახდენს ყოფა ცხოვრებაზე. ჰაერის ტემპერატურის და ტენიანობა დიდ გავლენას ახდენს ადამიანის კანის ზედაპირიდან აორთქლებაზე. გარდა ამისა, ჰაერის ტენიანობის ნორმის მკაცრად დაცვა საჭიროა საფიქრო და საკონდიტრო ფაბრიკაში, სათურებსა და ინკუბატორებში, წიგნებისა და ხელოვნების ნიმუშის საცავებში. ტენიანობის ცოდნას დიდი მნიშვნელობა აქვს მეტეოროლოგიაში, ამინდის პროგნოზის დადგენისათვის. ჰაერის ტენიანობის გაზრდა იწვევს წნევის შემცირებას. ხელსაწყო შექმნაში დიდი წვლილი აქვს ელექტროობას, რაც განაპირობებს სენსორებისა და მიკროკონტროლერის მუშაობას. მნიშვნელოვანია სიგნალის გარდაქმნის პრინციპი, ფიზიკური სიდიდის ელექტრულ სიგნალად გადაქცევა. Arduino ამ ელექტრულ სიგნალს ამუშავებს და გადააქცევს რიცხვის მნიშვნელობამ. შემდეგ ეს მონაცემები გადააქვს LCD მონიტორზე, რაც გვაძლევს საშუალებას დავაკვირდეთ ტენიანობასა და ტემპერატურის ცვლილებას დროის შევალებებში. ადამიანის ყოველდღიური საქმიანობა ჰაერში ისეთი ნივთიერების მოხვედრას იწვევს, რომელიც უცხო ატმოსფეროს უსვამს. ბევრი მათგანი ტოქსიკური თვისებებით გამოირჩევა და ჯანმრთელობისათვის საშიშია. ყოველწლიურად 6.7 მილიონი ადამიანი იღუპება ფილტვებისა და ლულის დაავადებებით. დახურულ სივრცეში, სახლში, სკოლაში, საბავშვო ბაღში, ბიბლიოთეკასა და მუზეუმში ჰაერის დაბორძებების ძირითადი მიზეზი ტბის შედეგად მიღებული ხუთავი აირია. მაღალი ტენიანობის გამო ჩნდება ბიოლოგიური დამაბინძურებლები, ობი, სოკო და მტვერი. ჰაერის გასასუფთავებლად საჭიროა ოთახის განიავება და ვენტილაცია. მნიშვნელოვანია ტენიანობისა და ნახშირბადის დიოქსიდის კონცენტრაციის მონიტორინგი. ჩემი აზრით, ჩვენი მოწყობილობა ზუსტად ამ პრობლემას გადაჭრაში დაეხმარება ადამიანებს. ამ მოწყობილობის გამოყენებით მოსწავლეებმა შეძლეს ატმოსფერულ მოვლენებზე დაკვირვება და დასკვნების გამოტანა, თუ როგორ მოქმედებს ჰაერის ტემპერატურის ცვლილება ტენიანობასა და ატმოსფერულ წნევაზე. მათ შეძლეს ჰაერში გაზის გაჟონვის კონცენტრაციაზე დაკვირვება და ჰაერის დამაბინძურებელი ტოქსინების აღმოჩენა. ამ პროექტზე მუშაობამ ხელი შეუწყო მოსწავლეებს მოეხდინათ თეორიული ცოდნის ტრანსფერი პრაქტიკაში და ჭკვიანი მოწყობილობით საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარება.